ჩვენებიდან გავიდა 5 დღე ზუსტად 8 მუნიციპალიტეტში წარმომადგენელი შევიყვანთ, ხო? 8 მუნიციპალიტეტში და თბილისში დედაქალაქში ასევე წარმომადგენლის შეყვანა ეს ხელისუფლებისთვის საკმაოდ არაკომფორტულია ჩემი აზრით, ამიტომ ცოცხალი თავით ისინი არ დაუშვებდნენ იქ სადაც არჩევნების პირველადი შედეგებით ჩვენ ვერ შევიყვანეთ წარმომადგენელი, გასაჩივრებით იქ კიდე ვთქვათ თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი დაგმატებოდა, სადაც წარმომადგენელი გვეყოლებოდა. შენ რა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით თქვა და მე ზოგადად ვილაპარაკოთ უკვე არსებულ არჩევნების შემდგომ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ატმოსფერას. მაგიტომ არ მიიღო ჩემი აზრით ხელისუფლებამაც, რომ ხელისუფლებისთვის ისიც ძალიან ცუდია ის ჩვენ რომ აი რამდენი ადამიანს გავიყვანეთ, ხო, ეგეც არ უნდა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, საერთოდ არ უნდა რომ გავსულიყავით, ყველანაირ დაბრკოლებას გვიქმნიდა, მაგრამ ჩვენ მაგის მიუხედავად კონკრეტულად ჩვენმა პარტიამ აი ამ დაბრკოლებების მიუხედავად მოახერხეთ და ჩვენი ადამიანები გავიყვანეთ თვითმმართველობის არჩევნებში. ეგ რა თქმა უნდა, ეხა იქ სადაც ძალიან ცოტა ხმები დაგვაკლდა, იქ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ რაღაც манипуляციებს ქონა ადგილი, გააბათილეს ისეთი ბიულეტინები, რომლებიც სიამოვნებაში ჩვენთვის უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, რომელიც რა მოცემულობაც არის ისეთი რეალობა, რომ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ გასდის ზოგადად. სრული ძალაუფლება აქვს ხელში აღებული და მით უმეტეს ამ არჩევნებზე, ხა კონკრეტულად ჩვენი პარტიის შედეგი არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მე გეტყვი, წინ გადადგმული ნაბიჯიც ალბათ არ არის, ნახე, შესაბამისი სიტყვა ეს პრაქტიკულად ეს არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი. სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი. მოდი ჩვენ გავშალოთ ეს თემა, თქვენ კი საუბრეთ გუშინ ანალიტიკაში ამ ყველაფერზე და ასევე ორშაბათსაც, მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ რა კუთხით, იცი რომ პარტია, რომელიც გაჩნდა პოლიტიკურ ორბიტაზე. პირველად მიიღო მონაწილეობა. წინა არჩევნებზე ჩვენ ვერ მივიღეთ მონაწილეობა ჩვენი სიით და იქ არ მონაწილეობდით ჩვენ როგორც პარტია, ხო? პირველად გაჩნდა პარტია და პარტია, რომელსაც არ ჰქონდა არნაირი ფინანსური რესურსი და პოლიტიკა მოითხოვს ფინანსებს, გინდა არ გინდა, ფაქტია. პარტია, რომელიც იმყოფებოდა მედია ბლოკადაში და პარტია, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს, ანუ ხელისუფლება მის არსებობას არ აღიარებს. ანუ ამბობს, რომ ეგეთი ვინმე საერთოდ არ არსებობს. სადაც გორბის კორევაც მაგის ილუსტრაცია იყო, რომ რავი, პარტია, რომელმაც თბილისში მაგალითად გახარიას მოუგო ყოფილი პრემიერის პარტიას. ხო, ამ პარტიაზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვეს, რომ ესენი რადარებზე არ არიან. კი, არ შეგვიმჩნევს, ხო? და რამდენიმე დღის მერე იდება აი ეს შედეგი. ამ რესურსებით თქვენ სხვათა დააჩვენეთ აქ რამდენიმე დღის წინ, სხვებმა რამხელა ფული დახარჯეს. კი ბატონო, დახარჯეს, ეხლა დახარჯონ. ჩვენ ეს არ გაგვაჩნდა. ვიღაცამ ვინც ჩვენზე მეტი ხმები აიღო, რავი, ხა აქედან რომ დაუყვები ხოლმე ვაჟაზე ვცხოვრობ, რომ მივდივარ, ღამე სიზმარში ვნახულობ იმათ სახეებს, იმიტომ რომ ყველგან ეგენია, ხო ხტები? აი, რაღაც ეგეთი ის არის, სინათლეს რო შეხედავ, რაღაც გამოსახულთვალს რო დახუჭავ, მე რაღაც ცოტა ხანი იმ გამოსახულებას სიბნელეში ხედავ. დაახლოებით ესე არის უკვე ამათ სახეები, ყველგან ეგენია და ამათი ბილბორდები. Facebook-ში და სოციალურ ქსელებში დარეკლამებაში უზარმაზარი ფული ხარჯეს. ტელევიზიები ყველგან გახსნილი ჰქონდათ და ცოტათი ჩვენზე მეტი ხმები აიღეს. ორჯერ მეტი არა, ცოტათი. ხო? რას ნიშნავს ეს ამ პოლიტიკური პარტიისთვის და როგორია პერსპექტივა? ცხადია, ჩვენ წინ გვაქვს მთელი პროცესები და ამისთვის მზად და ძალიან мотивация მაღალი გვაქვს. ჩვენს თანამებრძოლებს მე ვისაც ხვდები ქუჩაში ამ დღეებში, რომ მათ შერებენ ყველას უხარია შედეგი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო?
მოდის დავინახოთ პერსპექტივაში. კი, ანუ ცხალსახად ეგრეა, რომ ჩვენი პარტიისთვის ეს არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ფაქტობრივად მაქსიმალურად ისე აყენებდა ყველა მხარე, რომ თითქოს არ ვარსებობდით და ამ შედეგებმა ეს შედეგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეხა უკვე მასე დაყენება შეუძლებელი ხდება, არათუ ვარსებობთ, არამედ საერთოდ თვითმმართველობის არჩევნებზე კი ბარიერი გადავლახეთ მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის თბილისში და ხალხი გავიყვანეთ თანამდებობებს, ხო? ამიტომ ეგ ფაქტორი, რომელიც აი ყველაზე მთავარი შემოტევის ხაზი იყო ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენი ბლოკირება ხდებოდა ნებისმიერ საინფორმაციო სივრცეში იქნება თუ დაბრკოლების შექმნა, რომ გავიხსენოთ ჩვენს მხარდამჭერებში იმის რწმენაც კი უკვე გადაწურული იყო, საერთოდ პარტიის დარეგისტრირება შეძლებთ თუ არა. ჩვენი მხარდამჭერები ზოგში ისეთი განცდა იყო, რომ მაგალითად ეხლა არჩევნებზე შეიძლება უფრო ნაკლები აგვეღო ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, ხო? იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნები ძალიან სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩვენთვის. ამიტომ ეს ყველაფერი ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კონკრეტულად ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ამას გამოვიყენებთ მაქსიმალურად სიამდვილეში რა ბერკეტებიც ავიღეთ ამ არჩევნების მეშვეობით. ეს არ არის დიდი ბერკეტი და ეს არ არის რაღაც ისეთი შედეგი, რომლითაც სიამდვილეში ყველაფერი შეგვიძლია ამის მერე რომ გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ანუ აწონილად უნდა შევაფასოთ, არ უნდა გადავაჭარბოთ რაღაცა წარმოდგენებს, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით მთლიანობაში, აი არჩევნების შეფასების მთლიანი სურათის კუთხით არ არის კარგი სურათი, ასე რომ შევაფასოთ. ანუ აი ჩვენი პარტიის შედეგის გარდა დანარჩენი რა სურათის დადგა მთლიანად ქვეყნისთვის არ არის კარგი. და მაგაში რას გულისხმობ ხა? საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ სერიოზული ძალისხმევა გავწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიით ვერ მოვახერხეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო, მაგის მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა. მაშინ ჩვენ პირდაპირ იმის პროგნოზს ვაკეთებდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ზუსტად ჩვენ რა პროგნოზებით გავაკეთეთ, შემდეგ ეგრე განვითარდა მართლა მოვლენები და ამას რატომ ხსნი? ანუ საკითხი იყო ასე, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საკმაოდ დასკვნით ეტაპზე იყო გადასული უკვე უკრაინის ომი. საკმაოდ ბევრი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მოვლენები გამართლდა ჩვენი ნათქვამი პოლიტიკური შეფასების კუთხით. ანუ ჩვენ რა შეფასებას გავუკეთეთ, როგორ განვითარდებოდა, მაგალითად კანდიდატის სტატუსის საკითხი, მაგალითად შემდეგ ქართული ოცნება რა პოლიტიკას გაატარებდა. იმ არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ყველაფერი საკმაოდ დაგროვილი იყო და თითქოს უნდა ემუშავა იმ კუთხით, რომ აი მაგალითად ჩვენსკენ გადმოხრილიყო ამომრჩევლის რაღაცა ნაწილი, ხო? ანუ როცა ამომრჩეველი ხედავს, რომ რაღაც უფრო სწორი ანალიზს აკეთებს, ესა თუ იზალა, უფრო სწორ პროგნოზებს აკეთებს, უფრო ადეკვატურად უპირისპირდება ამა თუ იმ გამოწვევას, შესაბამისად მოლოდინი არსებობს ის, რომ ხალხიც გადმოიხრება, ხო? მაგრამ საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა ძალიან ცუდი სურათი. საპარლამენტო არჩევნებზე იმ ოპოზიციამ, რომელმაც პრინციპში, უკრაინის გზას აწვებოდა, საკმაოდ ბევრი ხმა იყო საპარლამენტო კოლექტიურმა ოპოზიციამ, რომელიც პირდაპირ აი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა და მაგ ლოზუნგებს იძახდა, რომ ჩვენ რატომ არა ვართ
უფრო აქტიური ომში ჩართვის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ხმა აიღეს მათ და ქართულმა ოცნებაც, რომელმაც არაფერი არ გააკეთა სინამდვილეში იმ კუთხით, რომ მოსახლეობაში უფრო ამაღლებული და გაცნობიერებული შეხედულებები ყოფილიყო მაგ საფრთხეების მიმართ. არაფერი არ გაუკეთებია და რეალურად აი კონკრეტულად არჩევნების წინ დაიწყო მაგაზე საუბარი. აი შეიძლება ითქვას ერთი თვის წინ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, როცა ძალიან მოახლოვდა არჩევნები. მაგითი ის გამოჩნდა ძალიან ცუდი სურათი, რომ ყველაფერ ამის მიუხედავად, რომ აი უკვე გამოიკვეთა სურათი საითმიდის, მოსახლეობა მაინც იგივე პოზიცია დააფიქსირა, ანუ მთლიანობაში მაინც ქართულ ოცნებას და იმ კოლექტიურ ოპოზიციას მისცა ხმა. ეხლა ჩვენ ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიეთ მაშინდელი დარტყმის მიუხედავად და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ იყო სერიოზული დარტყმა და ყოველი დარტყმის მერე ძალიან მოკლე დროში თან ეს არ არის 2 წელი და 3 წელი თვეებზე ლაპარაკი, ხო? ისეთი დარტყმის მერე, რასაც წესით მოსდევს დემორალიზაცია და ფრუსტრაცია და ადამიანის, ასე ვთქვათ, გაგიჩნდება აზრები, რომ საერთოდ ღირს თუ არა აცი, მერე მოხერხდა და მთავარი ირაკლია მე რასაც ვაკვირდებოდი, როცა ჩვენ თებერვალში დავიწყეთ ისევ, როცა ეს სტუდია უკვე მოვაწყეთ და აქედან ისევ მაუწყებლობა დავიწყეთ, მე მაინტერესებდა დაახლოებით 2 თუ 3 თვე ჩვენ ეთერში არ გავსულ ვართ საპარლამენტო არჩევნების მერე და მე მაინტერესებდა ის ხალხი, ის ჩვენი თანამებრძოლები, ის ელექტორატი, ვინც მაშინ ამყარებდა იმედებს ჩვენზე, ჩვენც რა თქმა უნდა სხვა შედეგს ველოდით მაშინ მაინტერესებდა ეს ხალხი სად წავიდა მე ვიძახი პოლიტიკურად, ხო არ მოხდება ისე რომ აუ თქვენ კი დაიწყეთ, მაგრამ რავი რაღა გამოვა, ესე ხო არ იქნება და მე რასაც ვაკვირდები, პირიქით აი კონსერვატულ ელექტორატში, აი ჩვენს გარშემო რაც არის ხალხი და ყველა ერთმანეთის გარშემო ვართ, რა თქმა უნდა, აი იოტის ოდენა ეგეთი რამე არ შემინიშნავს, რომ ვინმეს და აღარ გამოვა და აზრი არ აქვს, ეგეთი განწყობა ქონდა. პირიქით მე პირადად რავი ის 3 თვე მაგალითად იმდენი SMS-ი მომდიოდა აქედან ბუდის ვუხდი, ცხადია ყველას ვერ პასუხობდი. მეკითხებოდნენ და დარწმუნებული ვარ ყველას თქვენ, რომ აი როდის დაიწყებთ, როდის იქნება, როგორ დავიწყებთ და ასე შემდეგ. ეს მოთხოვნა, რასაც ვაკვირდები, იმ არჩევნების მერე გავიდა დაახლოებით 1 წელი, ხო? მზარდია. კი, ანუ ეგ ცალსახად ჩვენი აი ეს მხარდამჭერების და ზოგადად აი ჩვენი შეხედულებების მიმართულება, ხო? ეს ცალსახად მზარდია და ცალსახად სწორი მიმართულებით მივდივართ ამ არჩევნებზე, ეგ სურათი რა თქმა უნდა გამოიკვეთა. უბრალოდ მე მინდა რა კუთხით ვილაპარაკო, იცი რომ სამუშაო რა გვაქვს და სინამდვილეში პრობლემები რა არის დღევანდელ მოცემულობაში, საით უნდა წავიდეთ ახლა. რა დაგვანახა ამ შედეგმა და ასევე წინა შედეგმაც, წინა არჩევნებიდან მოყოლებული ხო ვიმუშავეთ არა ამ არჩევნებისთვის და რა სურათი გამოიკვეთა, რაც სამუშაოა და ერთ-ერთი მთავარი რაც ჩემი აზრით რაც გამოჩნდა და გამოიკვეთა არის ის რომ რაღაცა მოვლენები რაც ძალიან თვალნათლივ აშკარა ხდება ყველასთვის პოლიტიკური შეხედულებები რომ ირკვევა ესა თუ ის შეხედულებები რომ არასწორი იყო ან გარკვეული შეხედულებები რომ ირკვევა რომ სწორი აღმოჩნდა აი ამ მოცემულობას დიდი გავლენა არჩევნებზე და ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის მიცემის კუთხით საარჩევნო ყუთებთან დიდი ეფექტი არ ქონდა. ანუ რას გულისხმობ? ანუ შენი პროგნოზი სწორი აღმოჩნდა,
წესით შენკენ უნდა გადმოვიდეს რა ეს კაცი მართალს კი არა კონკრეტულად აზრით ეგ უფრო მომავალში მოხდება იმიტომ რომ კი ბატონო აი მან გვაქვს სამუშაო აი მაგალითად მე რა იცი მაგით დავიღოთ უკრაინის ომი ხო კი ხა შეიძლება ყველაფერი ერთ-ერთზე ვერ დავსვით მაგით ვთქვი დასაწყისში გზურას უყვარს მახარაძეს პროგნოზები უმადურისად მართლა ეგრეა მაგრამ რავი 80% გადაჭარბების გარეშე ვიტყვი რასაც ვამბობდით და ძირითადი სცენარი რასაც ვამბობდით შეიძლება ნიუანსებში შეგვეშალა ეს რამდენ ხანში და ის რამდენ ხანში და ამ ქალაქს რამდენ ხანში აი რა თხადი ამის რთულია მაგრამ ძირითადი მიმართულება რაც ვამბობდით ზუსტად ეგრე განვითარდა ხო ან თუნდაც იგივე ბოლო ეხა რევოლუცია არ არის ხალხო მოსაოდნელი ვიღაცები ჩვენ გლანძღავდნენ რომ მაგას როგორ ამბობთ რომ არ არის მოსაოდნელი რავი ეგრე ამიხდეს მე პირადად ყველაფერი კარგი როგორც ეს ეგრე აღმოჩნდა ხო ტრამპზე ვამბობდით აი გიორგის ის იყო არჩევნებამდე ამერიკის არჩევნებამდე რამდენიმე მომთადრე რომ ტრამპი მოიგებს რავი ბევრი რამე ხარ რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო მაგრამ და რატო არ ქონდა მაგას ეგეთ როცა შენი პროგნოზები ეგრე მართლდება ну წესით შენ დამინდობა უნდა გაიზარდოს ნდობა შეიძლება გაიზარდა ნდობა აი მაგალითად მე არაერთი ცნობილი ლიბერალების სპიკერის Facebook პოსტი მინახავს სადაც ის ამბობდა რომ აი ამათი მეტი გამართლდა მაგრამ ის არ ნიშნავს რომ აქეთ გადმოვიდა ის ამას გულდაწყვეტილი აგრესიული ამბობს